მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ლოგიკურია რომ იყოს. არაფრით არ შეიძლება რომ იყოს ეს გამორიცხული. სპეციფიკას თუ დავაკვირდებით და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ამას დასაშვებად მიიჩნევდეს. მით უმეტეს, როდესაც არგუმენტები, რომლებსაც ისინი აჟღერებენ, გონივრულ აზრს ძალიან სერიოზულად ცდება. იგივე კრიმინალის თემა იქნება თუ სადა ტესტო რეჟიმში გადაყვანა იქნება თუ ეს ბოლო კიდევ რომ თურმე ჰესები არ არის ქვეყანაში, ესები გაიხანია საჭიროა და გაიხანია ეს პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ რატომღაც აქამდე არ გაახსენდათ, ხო? ანუ და არგუმენტები, რომლებსაც ისინი მოიხმობენ ხოლმე, როგორც წესი, ჩვენ ამას ალბათ უკვე მივეჩვიეთ, პირდაპირ იცით რასთან არის დაკავშირებული? აბსოლუტურ უპატივცემულობასთან. მოქალაქეების და მოსახლეობის სრულ უპატივცემულობასთან, გარდა იმისა, რომ არგუმენტები როგორც წესი არის აბსურდული და ადამიანების გონებას აყენებენ ამით პირველ რიგში შეურაცხყოფას, ამავე დროს აუცილებლად გრჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაცას ძალიან მნიშვნელოვანს მალავენ იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც ფაქტობრივად მათ ინახავენ. აი, მთელ ამ უზარმაზარ ჩინოვნიკურ აპარატს ფაქტობრივად არსებობის საშუალებას და მეფური არსებობის საშუალებას აძლევს, ხო? რასაც ჩვენ აი ბოლო წლის განმავლობაში სატელევიზიო ეთერებით, აი უცაბედი ბრიფინგებით, როდესაც აღმოჩნდება, რომ რომელიღაც ჩინოვნიკს 2 მილიონი აქვს მოპარული, 7 მილიონი აქვს მოპარული და ასე შემდეგ, აი ამ ფაქტის წინაშე ვდგებით. ამიტომ ჯამში რომ ავიღოთ, ეს არის, რა თქმა უნდა, ადამიანების ისეთი ჯგუფის მართლობა, რომელსაც საერთოდ არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა არც ამ უმრჩევლის, არც თუნდაც ნებისმიერი რიგითი მოქალაქის მიმართ და ამავე დროს ძალიან მარტივად იყენებს ცინიკურ ტყუილებს თავის სამართლებლად. ცინიკურია ისეთი ტიპის ტყუილი, რომელიც ძალიან კარგად იციან, რომ ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს. ჰესებზე მინდა კიდევ ყურადღების გამახვილება. ჰესების თემა, რომელიც იყო აგორებული რამდენიმე წლის წინ და ეს იყო ძალიან სერიოზულად მართული კამპანია. სრულიად წარმოუდგენელია, რომ აქ არ ყოფილიყო ჩარეული ხელისუფლება. საეჭვოდ. ძალიან საეჭვოდ, ჩვენ ამაზე თავის დროზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით ხოლმე, რაც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ამ ხელშეკრულების გაუქმებით და უზარმაზარი ბიუჯეტური ზარალით დაგვირგვინდა. პარალელურად იქვე იყო ჩაფიქრებული, იქ 1000 მიზეზი იყო ამასთან დაკავშირებით, ვინც არ იცის, ან ვისაც არ ახსოვს შევახსენებ, რომ იქ ეჭვიეპარებოდათ მაგალითად კალაპოტი როგორი შეიძლება ყოფილიყო, რომ შეიძლება ამას მაგალითად წყალტუბოსკენ გაეჟონა და ნუ 1000 სხვადასხვა მიზეზი არსებობდა ამასთან დაკავშირებით. ტერიტორიაზე უნიკალური ვაზის ჯიშები გადაშენებული იყო და ასე შემდეგ. კი, 1000 რაღაცებს იგონებდნენ, მაგრამ კამპანია იყო აშკარად წარმოუდგენელი. იყვნენ გულწრფელი მოწინააღმდეგეები და ზოგადად ასეთი ტიპის მშენებლობებს ყოველთვის ახლავს თან გაუცნობიერებელი მოსახლეობის პროტესტი. ხუდონხესის ისტორიაც შეგვიძლია გავიხსენოთ, სოფლები უნდა დატბორილიყო და უნდა ბოლოჯერ გვენახა ხაიში და ასე შემდეგ. ხომეც მიმუშავია ამ საკითხებზე, მაგრამ რაღაც საკითხი, რომელიც გაცილებით დიდი სიკეთისთვის არის მზად, ხელისუფლება როცა უკან იხევს და ამას ხალხის პროტესტს აბრალებს, ის ხელისუფლება, რომელიც ხალხის პროტესტის იგნორირებისთვის არსებობს, მე მგონი და არასოდეს იყენებს საშუალებებს, როცა უნდა. კი ბატონო, სწორედ. ხო, ანუ აქაც ნახეთ პროპაგანდას აქვს ეს თავისებურება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მასში არის რაღაც ეთიკური შემადგენელი, ეთიკური პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება სამწუხაროდ ეკონომიკურ თემებზე ნაკლებად რეაგირებს. აი სწორედ აი ამ ეთიკურ შემადგენელზე აპელირებით, აი შესაბამისი მიმართულებით აქცენტების გაკეთებით, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გულწრფელი მიმდევარი ყავდა ამ იდეას, რომ ამას შეეძლო რაღაცა ძალიან დიდი დამაზიანებელი შედეგი მოყოლოდა. მაგრამ პარალელურად იყო კიდევ რამდენიმე პროექტი, რომელიც ამ პერიოდში მუშავდებოდა. ასე რომ აქ სხვადასხვა სიმძლავრის ჰესებზე იყო ლაპარაკი. მცირე ჰესებზე იყო, დიდ ჰესებზე იყო. თავისთავად ხედავ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიერ უნდა აშენებულიყო კიდევ რამდენიმე ჰესი. ანუ ნახეთ რა გამოდის, ანუ ყოველი ახალი ჰესის აუცილებლობის წინაშე ვდგებით მაშინ, როდესაც მაინც და მაინც ასეთი კოლაფსი უნდა მოხდეს ქვეყანაში. ხა მანამდე ხო გათვლილი იყო ეს ჰესები. მანამდე ხო შეიძლებოდა ვთქვათ, რომ დაშვებული ყოფილიყო ამ ჰესების შენებლობა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფრის მიღმა რაღაც სხვა ქვეტექსტს. აი რა არის ეს ქვეტექსტი? სამწუხაროდ ჩვენთან იცით ჭორები უფრო მალე ვრცელდება ხოლმე, სწორედ იმიტომ რომ
ფარდად ჩამოფარებულია, ხო ეს? იმიტომ რომ პასუხი არასოდეს არ არის. პასუხი არასდროს არ არის. კიდე როდესაც არ არის რეალური პასუხი და ადამიანის გონება საეჭვო მოცემულობას მომენტალურად უკეთებს მარკირებას, რა თქმა უნდა, ჭორები ხანდახან არის ხოლმე ძალიან მძიმეც ამავე დროს და საფრთხის შემცველი ამავე დროს. მოსახლეობის დამაფრთხობელი. ნახეთ რა არის თქვენ წეგან ძალიან საინტერესო კითხვა დასვით და მინდა რომ იმას გავყვე, იმიტომ რომ ყველაფერი საერთოდ პოლიტიკურ ჭრილში გადადის საბოლოო ჯამში, ეკონომიკაც და სოფლის მეურნეობაც და ეკონომიკა ყველაზე დიდი პოლიტიკა. ხო, იმიტომ რომ აქ რეალურად არის დაპირისპირება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური, ანუ ადამიანის ჯგუფებს შორის, რაც გარედან ჩანს, ამავე დროს არის ისეთი დაპირისპირება დიდი ალბათობით, რაშიც ეჭვი არ მეპარება, რასაც მაგალითად ჩვენ თვალყურს ვერ მივადევნებთ, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, იმიტომ რომ მე ეჭვი მეპარება, რომ კობახიძის აი ეს ბოლო 1 წლის ქმედებები, ეს რეაქცია მაგალითად ამ მასშტაბურ კორუფციაზე, მისავე გუნდში ყველასთვის არის მისაღები. ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც მისი გუნდის წევრებად განიხილებიან, რომლებსაც ის მუდმივად იცავს და აჯილდოებს და პოზიტიურად მოიხსენიებს, თავისთავად ცხადია წარმოადგენს ამ კაბინეტის ერთგვარ ძალას. ნუ ბერკეტებს წარმოადგენს ეს ადამიანები მისი კაბინეტის, იმიტომ რომ მის სანდოობა ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა მარტო მტერთან მიმართებით, არამედ შინაურ მტერთან მიმართებითაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ აი როდესაც მე ვაკვირდებოდი როგორ იცავს მუდმივად ამ ადამიანებს და ის რაც ბოლო პერიოდში ხდება, სწორედ ამ ადამიანებს უთხოვს პირველ რიგში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის რაღაცა გარკვეული ნაბიჯები, რაღაცა გარკვეული ქმედებები, რაღაც გარკვეული მოვლენები, რომელიც სწორედ კობახიძის გუნდის გრევას კობახიძის თავის გავარდნით დასრულდა რომელიც შეიძლება კობახიძის საბოლოო ჯამში მოდი ასე ხატრულად ვიყიდ დაცემით დასრულდეს და ვიღაცა აკეთებს ამას. ვიღაცა უწევს ამას პროცესებას. რა თქმა უნდა ეს არის ჩემი სუბიექტური მოსაზრება, აი სიტუაციური ანალიზის საფუძველზე, იმიტომ რომ მოწმენდილ ცაზე უცბად ასეთი რაღაცეები არ ხდება, იმიტომ რომ ეს ბიტკოინების ქარხანა ეგ ძალიან დიდი ხანია მუშაობს, მაგრამ აი ესეთი მოულოდნელი ამბები რაც აი ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდება და რომლის ეპიცენტრშიც აღმოჩნდა კობახიძის გუნდი ეს იწვევს გარკვეულ კითხვებს. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. კოალიცია ცვლილების ლიდერს ბესო დონაძეს და ქეთი ენუქიძეს.